ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკაში 2018 წელი ამოცანა ნომერი 3. ემასისა და c კუთრის სითბო-ტევადობის სხეულს გადასცეს q სითბოს რაოდენობა და იგი გათვა 12 გრადუსით. Დაგვიკითხებიან სითბოს რა რაოდენობა უნდა გადავცეთ 3 ემასისა და 0.5 c კუთრის სითბო-ტევადობის სხეულს, რომ იგი 8 გრადუსით გათვესო. ჩავწეროთ მოცემულობა. მოცემული გვაქვს თავიდან ემასის სხეული, მაშინ მოდი ესე მოვიქცეთ. თავიდან ესე იგი m1 გვაქვს m-ის ტოლი და შემდეგ 3m-ია, ხო? მაშინ m2 ტოლი იქნება 3m-ის. c კუთრის სითბო-ტევადობა თავიდან c1 უდრიდა c-ს, შემდეგ გახდა c2 უდრის სად არის 0.5 c-ს, ხო? 0.5 c. ამასთან თავიდან ამ სხეულს გადასცეს q სითბოს რაოდენობაო, ესე იგი თავიდან q1 ტოლი ყოფილა q-ი და პირველ შემთხვევაში გათვა ეს ჩვენი სხეული დელტა t1 უდრის 12 გრადუსი ცელსიუსით, ხოლო მეორე შემთხვევაში დელტა t2 უდრის 8 გრადუს ცელსიუსს. და გვიკითხებიან ჩვენ განსაზღვროთ მეორე შემთხვევაში სითბოს რა რაოდენობა უნდა გადავცეთ ამ ჩვენ 3 ემასისა და 0.5 c კუთრის სითბო-ტევადობის სხეულს, ეგ q2-ს გვიკითხებიან, ხო? ახლა გამომდინარე იქიდან, რომ რაიმე ემასის სხეული თუ გვაქვს და ამ სხეულის ტემპერატურის t1-დან t2-მდე გასათბობად საჭირო არის ის სითბოს რაოდენობა, პირველ შემთხვევაში q1 ტოლი იქნება, ის სითბოს რაოდენობა, რომელიც გვჭირდება, ეს q1 ეს ტოლი იქნება c1 m1 დელტა t1. მეორე შემთხვევაში რა იქნება q2 შემთხვევაში? q2 ტოლი იქნება ამ შემთხვევაში c2 m2 დელტა t2, ხო? დელტა t2. საიდანაც მოდით ქვედა გავყოთ, ქვედა გამტოლება პირველზე, ზედაზე, აქედან გამოგვდის ჩვენ რომ q2-ს თუ გავყოფთ q1-ზე, ეს ტოლი გამოგვივა c2 m2 დელტა t2-ის შეფარდება ანალოგიურად c1 m1 დელტა t1-თან. ახლა გამომდინარე იქიდან, რომ პირობით მოცემულობით q1 q-ტოლთან სხვავებული q-ტოლი არის, მოდი ეს გავითვალისწინოთ, ამიტომ ამ ინდექსს მოვუშლი და ეს რის ტოლი გამოგვივა c2 პირობით არის, შევხედოთ, c2 არის 0.5 c. ეს გამრავლდება m2-ზე, რომელიც 3m-ია, 3m. ეს კიდე გამრავლდება დელტა t2-ზე, რომელიც 8 არის, ეს კიდე უნდა გამრავლოთ 8-ზე. შეფარდებული c1 არის c-ს ტოლი, m1 არის m-ის ტოლი და ეს კიდე გამრავლდება დელტა t1-ზე, რომელიც მოცემულობით 12-ის ტოლი არის. ახლა c და m-ების შემოკვეცება და 3-ჯერ 8, აი 3-ჯერ 8 არის 24, ამ 24-ს თუ გავყოთ მივიღებთ 12-ზე თუ გავყოთ მივიღებთ 2-ს, შესაბამისად ამათი შეკვეცა მოგვცემს 2-ს და ეს ორი როცა გამრავლდება 0.5-ზე, ასხვა დაგვიჯდება, რომ ეს ტოლი არის 1-ის. ესე იგი q2-ის შეფარდება q-სთან თუ ტოლი გამოგვივიდა 1, აქედან საბოლოოდ რა გამოგვდის ჩვენ, რომ საძიებელი q სითბოს რაოდენობა ტოლი ყოფილა პირდაპირ q-ში. შესაბამისად პასუხი იქნება e.